ისათა დაძისათა დაწმინდისა სულისათა ამინ. დედამიწა მიექანება უსრულისკენ. თავისი უზნეო ცხოვრების წესით ჩვენ ხედავთ კაცობრიობა დგას დაღუპვის პირას, ადამიანების ზნეობრივი ცხოვრება სავალალოა, უზნეობა, გარყვნილება, ცოდვები უამრავი, ადამიანს არ აქვს სინანული ცოდვების გამო რაღაც პატარა გამონაკლისები, პატარა მარცვლები სოფლიოს ცხოვრებაში და აი გავრცელებული ცოდვა წახალისებული ყველას მიერ ამ LGBTQ აი თემს რომ უწოდებენ, როცა ადამიანი ივიწყებს თავის ბუნებრივ მდგომარეობას და ეფლობა უფრო მძიმე ცოდვებში. ჰომოსექსუალებს აქვთ თავიანთი მანიფესტი. ეს არის მათი სამოქმედო გეგმა, ცხოვრების წესი, თქვათ რა იდეალები აქვთ, როგორ უნდა იცხოვრონ, განვითარდნენ. ეს მაიკ სვიფტი იყო ერთი პიროვნება, მან ეს შექმნა ეს მანიფესტი, ის აიტაცა ფილმმა მსოფლიომ და რამოდენიმე ადგილი მინდა თქვენ ახლა წაიკითხოთ, რომელიც ჩვენს თემას ეხება. მათი მიზანი და იდეები რა არის? ყველა კანონი, რომლებიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმს, გაუქმდება. ჩვენ ამას ხედავთ, ხო? დღეს ჯანმო იქნება ეს, ევროკავშირი იქნება, რა ვიცი, კანონები გაუქმდა, რომელიც აი ამ ცოდვას კრძალავდა. პირიქით წახალისდა და პირიქით მათ რაღაცა განსაკუთრებული უფლებები მოიპოვეს მთელ მსოფლიოში. ამის ნაცვლად მიღებული იქნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც წაახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის. არანაირი კომპრომისები არ იქნება, ესენი ამბობენ. ჩვენ არ ვართ საშუალო კლასის დოკლაპიები. ჩვენ ვართ ძალიან ინტელექტუალური, ბუნებრივი არისტოკრატები ადამიანის რასაში, ხოლო ცისფერი სისხლი არასდროს წავა დათმობაზე. ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ წავდნენ, განდევნილ იქნებიან. და ჩვენ ახლა ამასაც ხედავთ ქვეყნებში, თუ ვინმე ხმას ამოიღებს, თქვათ აი ამ მოძრაობის წინააღმდეგ, ის ადრეში ვარდება. თუ სპორტსმენია, ჩამოაშორებენ სპორტს, თუ თქვათ მეცნიერია, განაყენებენ თავის სამსახურს, თუ მასწავლებელია, მას უზღუდავენ სწავლის უფლებას და პირიქით ზოგადად მათ აპატიმრებენ კიდევაც. თუ ვინმე მათ წინააღმდეგ რამეს ამბობს. ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები სიმპათიური ჭაბუკები არიან. იკანკალე ჰეტერო ღორო, ეს ჩვენ მოგვართავენ ასე, ჰეტეროებს. როდესაც
ჩვენ გამოჩნდებით მიღმების გარეშე. ახლა ეს რატომ წაიკითხეთ ახლა ეს მათი რაღაცა ამონარიდები მანიფესტისა ფინეთში არის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს, მსოფლიო პატრიარქს და 25 წლის 26 ნოემბერს მათ შედგა კრება და კრება მიიღო დადგენილებები აი ამ თემასთან მიმართებაში. და რა წერია ახლა ამ დადგენილებაში? 2025 წლის 26 ნოემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში ყოფმა ფინეთის ავტონომიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჰელსინკში გამართულ კრებაზე განიხილა ინიციატივა. რა არის ახლა ეს? ეკლესიაში მყოფი სექსუალური, გენდერული და სხვა უმცირესობების უფლებათა აღიარების და დაცვის შესახებ. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ფინეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზე. საეკლესიო კრების გადაწყვეტილებაში წერია: ეკლესია არის ქრისტეს სხეული. სხეულის ზოგიერთი წევრების გამორიცხვა მათი იდენტურობის უარყოფა. ტკივილს აყენებს არა მარტო ამ ეკლესიას, არამედ აზიანებს ეკლესიის საზოგადოებას. აკარგვინებს მას სისავსეს და ასუსტებს მას. ესე იგი, შენ როცა არ იღებ ცოდვას, ეხლა ეს ცოდვა უზნეობა, ამათმავლობა, დედათმავლობა, რაღაცა კიდე იქ რა ვიცი, რამდენი გენდერი მოიგონეს, ვეღარ ითვლის ადამიანი. კაცია და თავი ქალი გონია, კაცია და თავი სიზმარში ქალი გონია, ის სხვანაირი იდენტობა რაღაც გენდერია, კიდე ნუ ავიცი 80, 100 რაღაც გენდერი გამოიგონეს, ავიდნენ, გასცენ აი ამ ციფრებს კიდევ და შენ ესე იგი თუ ამას არ იღებ ესე იგი ეკლესიაში, ეს აზიანებს ეკლესიის ერთობას და ეკლესიას ასუსტებს. ესე იგი, როდის იყო, როცა ეკლესია არ იღებდა თქვა ცოდვას და უზნეობას ეს ეკლესიას ასუსტებდა. პირიქით, ეკლესია ძლიერდება მაშინ, თუ შენ არ ითქვიფები აი ამ უზნეობაში, საერო საქმეებში, საერო კანონებში და გიჭირავს შენ ეკლესიის სწავლებას სწორად და შეუსწავლად. როცა შენ არ ქმნებ სახელს ცოდვას და მადრს. ეკლესიაში ყველა უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს, მიუხედავად მისი სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმოშობის, კანის ფერის, ჯანმრთელობის, სოციალური მდგომარეობის და ასე შემდეგ. უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ და მიღებულად. ნახეთ, როგორი მზაკრული კანონია, რომ თუ ვინმეს თქვათ კანისფერი განსხვავებული აქვს, ან თქვათ მისი სქესი, რა ვიცი, სხვა არის, ან თქვათ ეთნიკური წარმოშობა სხვანაირია, მას მიუსადაგეს სექსუალური ორიენტაციაც. რა თქმა უნდა, ეკლესია ყველას იღებს. ის იქნება თქვათ ფერადი კანის მატარებელი, თქვათ თუ ასაკის, თუ სოცმდგომარეობის, თუ სხვა. მაგრამ ვერ იღებს, რა თქმა უნდა, ცოდვას. და აი ეს მდგომარეობა ადამიანის კალისფერი ცოდვა არ არის. თქვათ ის რომ თქვათ უზდური ეს ცოდვა არ არის. მაგრამ მისი ორიენტაცია თუ ის ჩართულია უზნეობაში, ეს მიუღებელია. ეს ცოდვაა.
და ეკლესია მას ვერ მიიღებს. ნახეთ, აი როგორ შემოპარულად არის ეს ნათქვამი. კი ეკლესიას რუნავს ყველაზე, მათ შორის მათზეც, რომ მათ უხადაგებს, ურჩევს, აჩვენებს გამოსწორების და აძლევს ცხონების გზას სინანურით. და სინანულის გარეშე ადამიანი ვერც ეკლესიის წევრი ხდება და ვერც მოიპოვებს სულის ცხონებას. თუ მას არ აქვს სინანული. კრების გადაწყვეტილებაში ნათქვამია. ინიციატივის მიზნები ეკლესიის წევრების უსაფრთხოების, ადამიანური ღირსების და ყველასთან თანასწორი დამოკიდებულების განმტკიცება თანხმობაშია სამოძღვრო ტრადიციასთან და მართლმადიდებელი ეკლესიის აღზრდობით მისიას. ესე იგი, ეს რომ თქვათ შენ ეს რომ მიიღო თურმე ესაა თანხმობა ეკლესიის ტრადიციასთან. აი, რომელმა თქვათ საეკლესიო კრებამ, რომელმა დადგენილებამ, ან რომელმა თქვათ, რა ვიცი რა, წმინდა მამამ მიიღო უზნეო ცხოვრების წესი. რომელმა კრებამ აღიარა მამათმავლობა, ან რაიმე ცოდვა. თუ ეკლესია ცოდვას მიიღებს და აღიარებს, ის აღარ არის ეკლესია. აქ ხო ეწერა და ჩვენ სწორად ხახრად ეწერა კი არა, ჩვენ ვიცით რომ ეკლესია არის მაცხოვრის მისტიური სხეული. ეკლესიის თავი არის იესო ქრისტე, ის უცოდველია და მისი სხეული ასევე უცოდველია. სხეული მთლიანი ეკლესია. ანუ ეკლესია ცოდვას ვერ იღებს, ვერ მიიღებს. მაშინ ის ეკლესია აღარ არის. და ეს არის პირდაპირ ტყუილი, რომ არაა თანხმობაში მამათმავლობა ეკლესიის ტრადიციასთან. სიცრუეა. პირიქით, ყველა საეკლესიო წესი, ყველა საეკლესიო კანონი კრძალავს და ეწინააღმდეგება ამასაც და სხვა ცოდვებსაც. კრება ამის გამო ეწყობოდა, რომ რაღაცა ებხილებინა სწავლება და კანონი დაესვა, რომ ადამიანს რაღაც არ გადაეხვია ზნეობრივი ჩარჩოებისგან. ასევე ხაზგასმულია, კრება მიიჩნევს, რომ ეკლესიამ აუცილებლად უნდა განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამები, ხელმძღვანელობა და კომუნიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სრულ მიღებას და ჩართულობას ეკლესიის იმ წევრებისა, რომლებიც ეკუთვნიან უმცირესობას. ანუ ესე იგი ახლა რა კანონია ეს, რომ ეკლესიამ უნდა დაიწყოს სიარული, თქვათ, კარდაკარ, სკოლებში, მრევლში და თქვათ, ნუ არაფერი ესულა ჩვენ მივიღოთ. ეკლესიას დაევალა, რომ მან ხალხს აუხსნას, რომ ეს არაფერი ისეთი არ არის კაცო, ეს ადამიანის ცხოვრების წესია, მისი იდენტობაა და ამის გამო ადამიანი რომ შენ არ მიიღოს, არ არის სწორი. ესე იგი, ეშმაკს თუ მოუვა თავში აი ეს აზრი, რაც აქ წერია. ეს პირდაპირ სატანური კანონები და ეშმაკის მიერ მოგონილი ხლართები. და აი ამ სიწმინდეში დემონის ეშმაკის შემოსვლა კანონებით, რომ მას დაუკანონდეს ეშმაკს ეკლესიაში ყოფნა.
საეკლესიო კრება ხაზს უსვამს, რომ საეკლესიო დადგენილებები უნდა შეესაბამებოდეს ფინეთის კანონმდებლობას. ესე წარმოიდგინეთ, რა ხდება. ეკლესია ექვემდებარება საერო კანონებს. თქვათ, ფინეთში მიღებულია აბორტი, ეკლესია, აბორტი კარგია, უნდა თქვათ ესე იგი. თქვათ, ფინეთში მიღებულია პროსტიტუცია, მუშობა კარგია, უნდა ეკლესიამ თქვათ ესე იგი ამ კანონით. თქვათ, ფინეთში იტყვიან ღმერთი არ არსებობს, ეკლესიამ რა უნდა თქვას? ღმერთი არ არსებობს. როგორ დაექვემდებაროს, თქვათ, ეკლესიის მოძღვრება ფინურ კანონებს, საერო კანონებს. აი როგორ? ერმა ფინეთში თქვათ, აღიარა აბორტი. და ეხლა თქვათ, იქ ეპისკოპოსმა რომ აბორტი კარგია და მიღებულია, აი რა უნდა თქვას? იქაურმა ეპისკოპოსმა. ან სამღვდელოებამ. თქვათ, ფინეთში დაუშვეს, რომ მოდიშით ამას რო ვიძახი. დედამ შვილთან იმრუშოს. და ეკლესიამ რა თქვას? კარგია, ასე უნდა იყოს. ეს და სატანური მდგომარეობა. აი, ჩვენ ხედავდით, როცა ეს პარადები ეწყობოდა მათი სამღვდელოება, პროტესტანტი, კათოლიკი, ანგლიკანი, მაწილი მოუძღოდა ამ დროშებით. ჩვენ ეს კადრები გვინახია, სიუჟეტები, ფოტოების გვინახია. ჩვენ შევესწარით, როცა საკრებულოში, ეს დროშები იყო გამოკიდებული, მართლმადიდებელი ღირსახური შევიდა და იქ ილოცა რაღაცა სხვა რელიგიის წევრებთან. ამას მოვესწარით სამწუხაროდ. და ახლა რა გამოდის? ოფიციალურად ფინეთის ეკლესია ხდება მაღიარებელი აი ამ უზნეობისა? ფინეთის ეკლესია ექვემდებარება მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს. ბართლომეოსი აითქვიფა აი ამ ეკუმენისტებში თავის მაკაცებით. იძახიან, რომ გაბრალებენო მე და ბართლომეოსო, რომ ჩვენ ეკუმენისტები ვართ, არა ვართ ეკუმენისტებიო. მაგრამ თუნდაც ეს ბოლო შეხვედრა და თანამსახურება ერთად რომის პაპთან, მსოფლიო პატრიარქისა და კიდე უამრავი და უამრავი. და ახლა მსოფლიო პატრიარქი უზნეობაში უნდა აითქვიფოს თავის აი ამ უზნეო კანონებით. ჩვენ ნახეთ ის მანიფესტი რას ამბობდა, რომ მათი იდეა რა არის? ყველა კანონი გაუქმდება, რომელიც მათი წინააღმდეგება და ეკლესიები დაიხურება. თუ ვინმე მათ ამხილებს. ეხლა თქვათ, საბერძნეთში, კიპროსში, რუმინეთში რთული ამაზე ლაპარაკი, ესე მარტივად, ჩვენ რა ვლაპარაკობთ. იქაური კანონები ამას ზღუდავენ. მღვდელი თუ ამბობს თქვათ რამეს აი ამ LGBTQ თემზე, ის უდღეშია უკვე საერო კანონებით. ეს დისკრიმინაციაა და მას ეზღუდება ქადაგება ამ თემაზე. თუ ის გააგრძელებს, გააფრთხილებენ, მე დააპატიმრებენ პირდაპირ. რა, მათი ეს მანიფესტი მსოფლიოში რა არ სრულდება? და ვინა უმცირესობაში და ვისია ძალაუფლება დღეს მსოფლიოში?
აი ვინ მართავს ამ პროცესებს? თუ არა ეშმაკისგან ეგ ადამიანები. თავიანთ კანონებს იგონებენ ქმნიან და სხვას მერე ავალებენ. ჩვენ რამდენი ფაქტი მოვისმინეთ, რომ ოჯახებში, სადაც მშობლები, აი, არიდებენ ბავშვებს ამ თემას სკოლაში, გაგვეთილებზე მათ შვილებს არ თმევენ. ჩვენ რამდენი ფაქტი ვნახეთ, რომ კანადაში, ზელანდიაში, კიდე სხვაგან, რომ ამის გამო ხალხი ჩამოიშორეს. რომ თქვენს რომ ეს თქვა მიუღებელია და ეს თქვა მე ამას ვერ ვიყებ. ნუ ადამიანი თავისი აზრი გამოხატა. დემოკრატიულ სოფლიოში ეს ხალხი მოიძულეს. აზრის გამოთქმის გამო. თუმცა დემოკრატია პატივცემს მის აზრს, მაგრამ იქ ასე არ არის. იქ ხო თავისებული დემოკრატიაა. და ეს ძალიან ცუდი და მძიმე რაღაცა არის ახლა, რაც აქ მოხდა, რაც ფინეთში მოხდა. ეს ჩვენ სივრცეშია, მართლმადიდებლობაშია ეს. ფინეთი არის მართლმადიდებლური ეკლესია. კი ახლა ეს კანონები მიღებული აქვს კათოლიკეებს, ანგლიკანებს, ვიღაცებს, მაგრამ ეს ჩვენ სივრცეში ხდება. ეს ყოველად მიუღებელია. ამაზე გაჩერება და გაჩვენება არ შეიძლება. ეს უნდა ისე გაიწვიონ ეს კანონი. კი ახლა ეს რაღაცა პროექტივით რაღაცა თემა გასაგებია, კანონი არ არის ჯერ კიდევ, მაგრამ ამ თემაზე რომ საუბარი უკვე იწყება, უკვე დანაშაულია სირცხვილია და რეგრესია. აი რო წერია აქ კანონში ვითომ მათ რაღაცა ამ პროექტში რომ ეკლესია თითქოს და ტრადიციულად ამას იწნარებდა. აი მე წაიკითხავთ პატარა ამონარიც წილის ბოლოს იოანე ოქროპირის სიტყვას ამ თემაზე. ერთი წმინდა მამის მარტო. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრის მოყვანა ამ თემაზე ბაბემბისა. საკმარისია ერთიც. და რა ეს ფინელებმა არიციან რომ იოანე ოქროპირია თუ კიდე სხვა მამები ამას რა შეფასებას აძლევენ იციან. მაგრამ ამას აკეთებენ განგებ. ეკლესიაში შემოიტანონ ქაოსი და შფოთი. თავიანთი აი ამ უზნეო და სამარცხვინო კანონებით. ერთად ჩვენი ეკლესია დაიფაროს, აქ მინდა აღვნიშნო ყველაზე მეტს აი ამ თემისთვის ზრუნავს ეკლესია. დღემდე მათ აგონებს, ასწავლის, ურჩევს, ეფერება, ეუნება, მოდი მოტრიალდი, გამოსწორდი, შეინანე. შენ ღვთის ხატება და მსგავსება გაქვს. ნუ შეურაცხყოფ მას. დღემდე ეკლესია მათ ამას ეუნება. მაგრამ თუ შენ დარჩები შენ სოდვაში, სამწუხაროდ, ეკლესია შენას ვერ მიგიღებს, ეკლესია სოდვას ვერ გუღობს, ვერ იღებს. აი თუ შენ გაქვს სინანული, მაშინ მობრძანდი. აი აქ ვთქვათ, მულიყო მე სინანული, თუ ვთქვათ, აქვს მონანულია ეს ადამიანი, რა თქმა უნდა ეკლესია მას მიიღებს. მაგრამ არავის უხსენებია სინანული მათი. და გამოსწორება. უნდა რომ ადამიანი მიიღოს თავისი ცოდვით. ეს გამორიცხული და შეუძლებელია. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაკურთხოთ.